სოფლიოს ისტორიაში ბევრი დიდი სახელი არსებობს, მაგრამ მხოლოდ ერთი სახელია ჩაძირული ძალასა და მდიდარი საიდუმლოების ტყვეობაში. მისი მმართველობის ძალაუფლება არ იცნობდა საზღვრებს. მისი გავლენა კი სცდებოდა ყველა ცივილიზაციის ჩარჩოებს. როკფელერი ადამიანი, რომელმაც სიძლიერე და სიმდიდრე თავისი ძალით მოიპოვა. როკფელერის მმართველობა არ იყო მხოლოდ ბიზნესი. ეს იყო ომი სახელმწიფოსა და ბიზნესმენებს შორის. ისტორია, რომელიც სავსეა საფრთხეებით, ბნელი კოდექსებით და დაუნდობელი გამჭვირვალობით. იყო როკფელერი მხოლოდ ბიზნესმენი, თუ რაღაც უფრო საშიში, რასაც არავინ ელოდა. ჯონ როკფელერი 1829 წელს ნიუ-იორკში მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა ბილი თაღლითი იყო, მოგზაური, რომელიც აცხადებდა, რომ შეეძლო კიბოს განკურნება და იშვიათად იყო სახლში. ცნობილია, რომ მის ცოლს ელიზას სრულად ექცეოდა. ახალგაზრდა როკფელერზე უფრო მეტი გავლენა მოახდინა დედამ, რომელმაც მას ფულის საშოვნელად მუშაობის მნიშვნელობა ასწავლა. პატარა ჯონის პირველი სამუშაო იყო ინდაურების მოშენება, ტკბილეულის გაყიდვა და მეზობლების დავალებების შესრულება. როკფელერის საქმიანი ინსტინქტი აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი 1853 წელს კლინველჩი გადავიდა. 2 წლის შემდეგ, როდესაც როკფელერი სულ რაღაც 16 წლის იყო, ჰევით თუთლში მცირე საკომისიო ფირმაში საოფისე სამსახური მიიღო. ის დღეში დაახლოებით 50 ცენტს გამოიმუშავებდა. მუშაობდა ბუღალტერის თანაშემწედ, რომელიც ყიდულობდა და ყიდდა აუცილებელ საქონელს, როგორიცაა ნახშირი და მარცვლეული. 20 წლის ასაკში როკფელერმა საკმარისად ისწავლა და გადაწყვიტა დამოუკიდებლად ეცადა ბედი. 1859 წელს ის გაერთიანდა მორის კლარკთან, რათა შეექმნა მწარმოებელი კომპანია, რომელიც ყიდდა თივას, ხორცს და მარცვლეულს. საწარმომ პირველი წლის ბოლოს $450,000 გამოიმუშავა. ამერიკის პირველი ნავთობის ჭაბურღილი პენსილვანიაში 1859 წელს გაბურღეს და ისტორიულმა მომენტმა როკფელერს თააგონა ნავთობის ინდუსტრიაში შესვლა. თუმცა ბურღის ნაცვლად მან მოიფიქრა, გადამუშავების პროცესი უფრო მომგებიანი იქნებოდა და რამდენიმე პარტნიორთან ერთად გაერთიანდა კლივლენდში საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გასახსნელად. 2 წლის განმავლობაში ის გახდა ყველაზე დიდი ამ სფეროში. რამაც აიძულა ახალგაზრდა ბიზნესმენი ნავთობზე ფოკუსირება მოეხდინა. 1865 წელს მან გაითვალისწინა მაშინდელი პრეზიდენტის აბრაამ ლინკონის მიერ ტრანსკონტინენტური რკინიგზის პოპულარიზაცია და იწინასწარმეტყველა, რომ სამოქალაქო ომის დასასრულს საზღვაო ხაზები და სამხრეთი რკინიგზა აშენდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის იმ დროისთვის საწვავის მთავარი წყარო იყო, როკფელერმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ საბოლოოდ ნახშირი ნავთობით შეიცვლებოდა. 1870 წელს როკფელერმა ძმასთან, უილიამთან და ფლაგლერთან ერთად სტანდარტ ოილი ჩამოყალიბა. ნავთი, რომელიც ამ დროისთვის ნათურების გასანათებლად გამოიყენებოდა, როკფელერი დარწმუნებული იყო, რომ მას წარმატებას მოუტანდა. მალე ის ამერიკის პროდუქციის უდიდესი მწარმოებელი გახდა. სტანდარტ ოილმა მაქსიმალურად გაზარდა თავისი ძალა. მათ ისწავლეს დაზოგონ ბენზინი, რომელიც წარმოებული იყო გადამუშავების პროცესში და გამოიყენეს იგი საფოხის ზეთების შესაქმნელად. 1871 წელს როკფელერი შეუერთა Sounds Improvement Company-ს საწარმოს, რომელიც აერთიანებდა რკინიგზისა და ქარხნის გიგანტებს. წევრებს მიეცათ სპეციალური გადაზიდვის ტარიფი, რაც მათ საშუალებას აძლევდა კლიენტებისთვის ნაკლები გადაიხადოს. იმის გამო, რომ ორგანიზაციამ მხოლოდ დიდ მოთამაშეებს მოიცავდა, ბევრი მცირე კომპანია დარჩა გარეთ. მისი მოგების ზრდასთან ერთად, როკფელერმა შემდეგი 2 წელი გაატარა თავისი კონკურენტების შესყიდვაში და შექმნა ამერიკის პირველი მონოპოლია. მან იყიდა 22 ქარხანა 4 თვეზე ნაკლებ დროში, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მოიპოვა კლივლენდში კონკურენციის 80%. მამონტის ხელში ჩაგდებას მოჰყვა სტანდარტ ოილ თრუსტის შექმნა. 3 ათწლეულის განმავლობაში სტანდარტ ოილს თრუსტის ზედამხედველობას უწევდა თითქმის ყველა ნავთობის წარმოებას, მარკეტინგს და ტრანსპორტირებას შეერთებულ შტატებში. მისი ნავთობის სარკინიგზო ტვირთის დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. ამან გამოიწვია ფართო კონკურენცია სარკინიგზო კომპანიებს შორის და ნიშნავდა იმას, რომ მან მიიღო ფასდაკლება თავისი ბიზნესის სანაცვლოდ. თავის მხრივ მან შეამცირა ნავთის ფასი, რაც უფრო ხელმისაწვდომი გახდა საშუალო შემოსავლის ადამიანისთვის. როკფელერისთვის სარკინიგზო გიგანტები კორნელიუს ვანდერბილტი და ტომ სკოტი ცდილობდნენ სარკინიგზო ტარიფების გაზრდას. როგორც ყოველთვის, საზრიანმა როკფელერმა საპასუხოდ ააშენა 400 მილი მილსადენი ქალაქგარეთ.
ამან მისი ნავთობი ოჰაიოდან პენსილვანიაში გადაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აღარ იყო დამოკიდებული რკინიგზაზე. ამან გამოიწვია ქვეყნის სარკინიგზო კომპანიების დაახლოებით მესამედის გაკოტრება. 1882 წლისთვის Standard Oil Trust-ი აკონტროლებდა შეერთებული შტატების ნავთობის 90%-ს. 1904 წლისთვის მთავრობამ შეიტანა ანტიმონოპოლიური სარჩელი Standard Oil Trust-ის წინააღმდეგ. დღევანდელი ფასებით დაახლოებით 225 მილიარდი დოლარის ქონებით როკფელერი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა. როკფელერმა გაუძლო ვრცელი სასამართლო პროცესი, რომელმაც აღმოაჩინა მისი ბიზნეს ტაქტიკის არსებითი მხარეები. 1911 წელს სასამართლოებმა მასიური დარტყმა მიაყენეს მას და დაიდო დასკვნა. Standard Oil-ის ბიზნეს პრაქტიკა არღვევდა შერმანის ანტიმონოპოლიურ აქტს. ამ ეტაპზე კორპორაცია კვლავ აკონტროლებდა ნავთობის გლობალური ბაზრის 70%-ს. როკფელერს 6 თვე მიეცა თავისი ბიზნესის დასაშლელად. კომპანიის დაშლის შედეგად როკფელერმა შექმნა 34 პატარა კომპანია და საბოლოოდ აქცია ის უფრო მდიდარი ვიდრე ოდესმე. 10 წლეულების განმავლობაში როკფელერის სიმდიდრე გაიზარდა დაახლოებით 400 მილიარდ დოლარამდე. 1927 წელს 97 წლის ასაკში გარდაცვალების დროისთვის როკფელერმა 530 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა საქველმოქმედო მიზნებს. მან შექმნა 4 ფონდი სიცოცხლის განმავლობაში: როკფელერის ფონდი, როკფელერის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, ზოგადი განათლების საბჭო და ლორა სპელმან როკფელერის მემორიალი, რომელიც შეიქმნა მისი მეუღლის პატივსაცემად, რომელიც გარდაიცვალა 1915 წელს. ჯონ როკფელერი 10 წლეულების განმავლობაში საგულდაგულოდ ცდილობდა სიმართლის დამალვას საკუთარი მამის, ვილიამ როკფელერის შესახებ. თუმცა 60 წლის ასაკში იგი მაინც გახდა იძულებული სინამდვილე ეღიარებინა. ვილიამ ევერი როკფელერ უფროსს 1810-1906 წლებში რისკიან თაღლითად ახასიათებდა მისი თანამედროვეები. იგი საკუთარ თავს ბოტანიკურ ექიმად მოიხსენიებდა და მისივე რეცეპტით დამზადებული მრავალგვარი ელექსირის ყიდა, მათ შორის გველის ზეთსაც, რომელსაც ეშმაკი ბილი უწოდა. სასწაულმოქმედი წამლებიაო, დაჟინებით ირწმუნებოდა იგი. ამ დროს კი უფროსი როკფელერის მიენაწარმოები სამკურნალო პრეპარატები ყოველად უსარგებლონი იყვნენ. მას ხომ არანაირი სამედიცინო განათლება არ ჰქონდა მიღებული. მძიმე შრომას ვილიამ მუდმივად თავს არიდებდა. ეს საქმე კი მისგან დიდ ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვდა და თანაც, რაც ყველაზე მთავარი იყო, კაპიტალის დაგროვების საშუალებასაც იძლეოდა. თაღლითობად და ვილიამი არც კარგი მეოჯახის რეპუტაციით არ სარგებლობდა. გარდა მრავალრიცხოვანი სიყვარულებისა და უკანონო შვილებისა, როკფელერს 2 ცოლი ჰყავდა. იგი ისე ცხოვრობდა წლების განმავლობაში ორივე მათგანთან, რომ არც ერთმა არ იცოდა თავის ქმარს სხვა ოჯახით გააჩნდა. იმის გამო, რომ როკფელერის გამილიარდებული ოჯახის რეპუტაცია და ავტორიტეტზე ჩრდილი არ მიდგომოდა, ჯონი 60 წლის ასაკამდე საგულდაგულოდ მალავდა სიმართლის მამამისის შესახებ. თუმცა საიდუმლოს ფარდა ამერიკელმა ჟურნალისტმა იდა ტარბელმა ახადა. როკფელერმა ააგო უმდიდრესი დინასტია. Forbes-ის თანახმად, დღეს მისი ოჯახის ქონება 10.3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამბობენ, რომ ქონება გადანაწილებულია ოჯახის 200-ზე მეტ წევრზე. მათ შორის არიან მოდის დიზაინერი არიანა როკფელერი და შეერთებული შტატების ყოფილი სენატორი ჯეი როკფელერი. ოჯახის ყველაზე ცნობილი წევრი იყო დევიდ როკფელერი, რომელიც 2017 წელს 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. დევიდს ჰქონდა დაახლოებით 3.3 მილიარდი დოლარის ქონება და ბაბუის მსგავსად საქველმოქმედო საქმიანობაში იყო ჩართული. როკფელერების ოჯახი რჩება მსოფლიოს უმდიდრეს ოჯახად და ისინი ჩართულნი არიან მსოფლიოს უმსხვილეს პროგრამებში.